ქართველი ზარმაცია, კაცო და ქართველი უცხოეთში რომ მიდის, იქ რატო შრომობს მაშინ? ხო, რა თქმა უნდა, ეგ ტყუილი და ბოდვაა, რა თქმა უნდა, ვინც მაგას იძახის. რას ნიშნავს, კაცო, ქართველი ზარმაცი? ქართველი ყველაზე ზარმაცი რო იყოს დედამიწის ზურგზე, მაგას საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, ვინც ზარმაცი არ არის, ისინი დასახლდნენ აქ თუ რა, ანუ რა, როგორ არის საკითხი დაყენებული, რომ ჩვენ ზარმაცები ვართ, ისინი მშრომელები არიან და ჩვენ გავქრეთ და იმათმა იარსებო? თუ ადამიანს ეს ქვეყანა, ეს იდენტობა დროში გავრცობილად, ფასეულობად არ მიაჩნია, ის ადამიანი მაშინ რაღაც ეგეთებს ლაპარაკობს, რაღაც ზარმაცია, ის ბეჯითია და მოდი იმანი იმუშავა. გადმოსახეთ, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა რა კრიტერიუმით ვაფასებთ. არგუმენტებში ჩანს, ადამიანი რა კრიტერიუმით აფასებს. სწორი შეფასების კრიტერიუმი რა არის, იცით? არ მაინტერესებს, კაცო. ერთადერთი რაც მაინტერესებს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ცოტავდება, ჩამოსულები მრავლდება და პირიქით უნდა იყოს. ეგ მაინტერესებს ერთადერთი და სხვა ყველა გადმოსახედი ვიღაცა რაღაც ციფრებს ატრიალებს, ვიღაცა სიზარმაცეს ზომავს და რა. ეგენი არ მაინტერესებს. ეგ უკვე ტრაგედიაა საკითხის მასე დაყენება, იმიტომ რომ კაცო, აქ ჩვენ ვინც ცხოვრობს იმ ადამიანებს უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა.